ასტროლოგიური რჩევებიც მოვისმინოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ დღევანდელი სწორად დაგეგმვისთვის, ვისელის წარმატება კარიერაში, ზოდიაქოს რომელ ნიშნებმა უნდა შეიკავონ თავი ახალი საქმის დაწყებისგან. რჩევებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა გაგვიზიარებს, ჩემო ბატონო. დილამშვები საქართველოს დღეს 21 მარტია. პარასკევი დღევანდელი დღეს მმართველი პლანეტა ვენერაა და დღევანდელი დღეც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან დღეს იწყებს დღეს ხვდას, ხოლო ღამე კლებას. შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად პოზიტიურად გამოიყენოთ, შეეცადეთ, რომ გადადგათ ახალი ნაბიჯები. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს და ინფორმაციას, რომელსაც დღეს მოისმენთ. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ბერძებო, დღეს კარგი იქნება თუ განთავისუფლდებით ყველაფერი იმისგან, რაც ხელს გიშლით და გაწუხებთ. შეგიძლიათ, რომ გადახედოთ წარსულს, შეგიძლიათ დააკვირდეთ საკუთარ ქცევებს ან დამოკიდებულებებს და თუ თვლით, რომ რაიმე ხელი შემშლელი ან უკვე აღარ გჭირდებათ, განთავისუფლდით ამისგან. მოკლედ, კარგი იქნება თუ ახალ ნაბიჯს გადადგამთ, ახალ ცვლილებას მოახდენთ და რაიმე მნიშვნელოვან საქმეს დაიწყებთ. კუროებო, დღევანდელი დღე თქვენთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და პოზიტიურია. შესაძლოა, რომ მნიშვნელოვანი შემოთავაზებები მიიღოთ, ან გარდა ამისა, ცვლილებები გელოდებათ პირად ურთიერთობებში. შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი, რომელთან ურთიერთობასაც მომავალში რომანტიკული გაგრძელება ექნება. მოკლედ, იყავით დაკვირვებით და შეეცადეთ, რომ არ გაუშვათ შესაძლებლობები, რომლებიც დღეს მოგეცემათ. რაც შეგეხებათ თქვენ ტყუბებო, თუ რაიმე გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებით, შეგიძლიათ, რომ დასახმარებლად თქვენს ახლო მეგობარს მიმართოთ. შეეცადეთ, რომ არ იყოთ ზედმეტად გულახდილები სხვა ადამიანებთან მიმართებაში. ფოკუსირდით იმაზე, რაც რეალურად მნიშვნელოვანია. ფოკუსირდით საქმეზე. შეეცადეთ, რომ არ გაანდოთ სხვებს მომავალი გეგმები, რადგან შესაძლოა ეს თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ და რაღაცნაირად ხელი შეგიშალონ. კირჩხიბებისთვის დღევანდელი დღე ნეიტრალურია. შეეცადეთ, რომ დღეს არ გარისკოთ და შედარებით მშვიდ გარემოში გაატაროთ დღევანდელი დღე. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სარისკო სპორტით ხართ დაკავებული, მეტი სიფრთხილე და ყურადღება მოგეთხოვეთ. მოკლედ, თუ ამის შესაძლებლობა გექნება, დღევანდელი დღე მშვიდ სასიავნო გარემოში გაატარეთ. შეგიძლიათ, რომ იყოთ სახლში, დაუთმოთ დღევანდელი დღე საოჯახო საქმიანობას. ლომებო, დღევანდელი დღე შესაძლოა საკმაოდ მრავალფეროვანი იყოს თქვენთვის. ბევრ ადამიანთან მოგიწიოთ ურთიერთობა, ახალი მეგობრები შეიძინათ. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. შეეცადეთ, რომ სწორად გამოიყენოთ, სწორი შესაძლებლობები დაინახოთ, რადგან არის იმის ალბათობაც, რომ საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. მოკლედ, კარგად დააკვირდით სიტუაციას და გამოიყენეთ თქვენ სასარგებლოდ. რაც შეგეხებათ თქვენ ქალწულებო, დღეს არ არის სასურველი ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება ან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. უმჯობესი იქნება თუ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც დღეს მიიღებთ, კარგად გაერკვევით, კარგად აწონდ-აწონით და შემდგომ მიიღებთ გადაწყვეტილებას და გადადგამთ ნაბიჯებს. არ არის სასურველი სიჩქარეა, ნებისმიერი სახის რისკი. სასწორებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო და უშუალო იქნება. შესაძლოა, რომ ახალი გამოცდილება მიიღოთ ან რაიმე ახალი ცადოთ. მოკლედ, შეგიძლიათ, რომ თავისუფლად იმოქმედოთ, თავისუფლად გადადგათ ნაბიჯები. შეგიძლიათ დაკავდეთ ნებისმიერი ისეთი საქმიანობით, რომელსაც თქვენთვის სიამოვნება მოაქვს. შეგიძლიათ წახვიდეთ მეგობრებთან ერთად, ან თუნდაც დღევანდელი დღე საკუთარ თავს დავუთმოთ. მოკლედ, დღევანდელი დღე გაატარეთ ისე, როგორც გული გკარნახობთ და როგორც თავს კომფორტულად და კარგად იქცნობთ. მორიელებო, დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო იქნება თქვენთვის. მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ, შესაძლოა რადიკალურიც კი. ნუ შეუშინდებით და შეეცადეთ, რომ ოპტიმისტურად, პოზიტიურად შეხედოთ დღევანდელი დღის მოვლენებს, იმ ცვლილებებს, რომლებიც მოხდება. თუ სწორად დაინახოთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გექნებათ, მარტივად მოახერხებთ, რომ გადადგათ ნაბიჯი წარმატებისკენ. რაც შეგეხება თქვენ მშულდოსნებო, დღეს შეგიძლიათ დაგეგმოთ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმე, რომლის შესრულებას გჭირდებათ, რადგან იქნებით საკმაოდ პროდუქტიულები და არ აქვს მნიშვნელობა საქმეს მის სირთულეს, ყველაფერს მარტივად გაართმევთ თავს. შეგიძლიათ მოიზდოთ ნებისმიერი სიახლე ან ჩაერთოთ ახალ აქტივობაში. თუ თვლით, რომ ეს წარმატებას მოგიტანთ, შეგიძლიათ, რომ იმოქმედოთ. ხირსქებისთვის დღევანდელი დღე ნეიტრალური იქნება. შეეცადეთ, რომ სხვებს არ გაუზიაროთ თქვენი გეგმები. ამან შესაძლოა ხელი შეგიშალოთ და ვერ მიაღწიოთ დასახულ მიზანს. იმ შემთხვევაში, თუ საიდუმლოდ შეინახავთ და სხვებს არ გაანდობთ, უფრო მარტივად მოახერხებთ, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ. მერწყულებო, დღეს შეეცადეთ, რომ თავი ხელში აიყვანოთ და სხვებს არაჩვენოთ თქვენი ემოციები, რაც უფრო მეტად იქნებით თავშეკავებულები და რაციონალურები, მით უფრო მარტივად ჩაივლის დღევანდელი დღე. ყველაფერი აუცილებლად შემოტრიალდება თქვენს ასიკეთოთ, თუმცა რაც უფრო მეტ ემოციას გამოხატავთ დღეს და რაც უფრო მეტად ემოციურად აღიქვამთ დღევანდელი დღეს მოვლენებს, მით უფრო ნეგატიურად აისახება თქვენზე. შეეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ცოტა სხვა კუთხით შეხედოთ დღევანდელი დღეს მოვლენებს. რაც შეგეხებათ თქვენ თევზებო, არ წამოაგოთ პროვოკაციას და კრიტიკას, რომელიც თქვენთან მიმართებაში იქნება. შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად მშვიდად გაატაროთ დღევანდელი დღე. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ ადრე დაწყებულ საქმეებს დაასრულებთ და ბოლომდე მიიყვანთ. ხოლო რაც შეეხება უქმე დღეებს, შაბათის გამოყენება კარგი არის მომავალთვის დასაგეგმად და მის განსასაზღვრად, ხოლო კვირა დღე შეგიძლიათ, რომ გაატაროთ ოჯახში და დაუთმოთ საოჯახო საქმიანობას. გისურვებთ ბედნიერ პარასკევს და წარმატებულ უქმე დღეებს.